ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში გურია პარკში უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. ჩემპიონატის ტექნიკურ უზრუნველყოფას გურიის ჭადრაკის ფედერაცია ახდენს. გურია პარკ ციცინათელაში ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატს, რომელიც 8-12 წლის გოგო ბიჭებს შორის მიმდინარეობს უკვე მეხუთე ტურია, 12 ქვეყნის მოქალაქეები ადევნებენ თვალს. ევროპის ახალგაზრდული თასის გათამაშება, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაიხსნა, შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს. ფიდეს წესებით მოქმედ ჩემპიონატში 12 ქვეყნიდან 280-მდე ბავშვია ჩართული. ტური მოგო გადაკვეთა ეკვადორი, დღეს მეხუთე ტური არის, თანდათანობით პარტიები იძაბება, მონაწილეების უკვე ცდილობენ რომ რაც შეიძლება მეტი აჩვენონ, სულ 252 მონაწილეა, მათ შორის 127 ქართველი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენები როგორც ყოველთვის თავს ვსახელებენ და ხელდამშვენებული დაბრუნებიან შინ. ჩემპიონატის ტექნიკურ უზრუნველყოფას გურიის ჭადრაკის ფედერაცია ახდენს. ადგილზევე ხდება 12 დაფის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე პირდაპირი ჩართვა. დაკვირვებას ასევე ორგანიზაციული ჯგუფი აწარმოებს. Ფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად მიდის, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია კარგ ორგანიზებას ახდენს და ეს ყველასთვის ცნობილია, ამიტომ მოთამაშეებიც თავს კარგად გრძნობენ. ტურნირის ფინანსურ უზრუნველყოფას გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ხელისუფლება აწარმოებს. გენერალური სპონსორები სოკარ ენერჯი ჯორჯია, კავკასუს ონლაინი და გურიელი არიან. ევროპის თასის გათამაშებამდე 4 ტური რჩება და 25-ში გამარჯვებულების დაჯილდოებით დასრულდება.